Reuters ინფორმაცია იყო, შეიძლება უახლოეს ხანებში შეერთებულმა შტატებმა განახორციელოს ფიზიკური, ასე ვთქვათ, დარტყმა ირანზე. ამდენ რეალური შეიძლება ის. ასეთი შანსი ცოტაა, ხო? მაგალითად ისრაელი, როდესაც ისრაელმა დარტყმა მიაყენა ირანს, აი შარშან, მაშინ საპროტესტო გამოსვლები არ იყო ირანში. ხო მასეა? და მაინც ეს ნაბიჯი გადაიდგა ისრაელის მხრიდან. და მე ამერიკაც აყვა. ეხლა ამ თვალსაზრისით ამერიკისთვის და ისრაელისთვის ბევრად უფრო მომგებიანი პოზიცია და ნიადაგია, ხო, ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღები, ანუ აღმასრულებელი და ძალოვანი თუ სამხედრო უწყება ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას გარე დარტყმებს და გარე ინტერვენციას. იმიტომ რომ შიგნითაც პრობლემაა, შიგნითაც რესურსებია, ასე ვთქვათ, ამ შიდა გამოსვლებზე დასახარჯი. ამიტომ ცხად ეს არის იდეალური მდგომარეობა ისრაელისთვის და ამერიკისთვის, რათა თავისი გეგმები განახორციელონ. პროგრამა მაქსიმუმი ისრაელისთვის. აქ ჩემი აზრით უფრო ჭარბობს ისრაელის ინტერესი. ამერიკის ინტერესი ამ შემთხვევაში უფრო მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ირანი ამერიკას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის. საერთოდ სად ამერიკა და სად ირანი, რა პრობლემა უნდა შეუქმნას ირანმა იმას ამერიკას ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს, მაგრამ ისრაელს მიაყენებს და მიაყენა კიდევაც, ხო, ჩვენ გვახსოვს უამრავი დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით ისრაელის დაბომბვის კადრები და ეგ აღმოჩნდა სხვათა შორის გადამწყვეტი. ეგ ირანის უნარი, რომ მათ შორის შორ მანძილზე დაბომბოს ისეთი ქვეყანა, რომელიც მას არ ესაზღვრება ხმელეთით, ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. ებრაელებმა დათვალეს, რომ ასე თუ გაგრძელდებოდა ეს კონფლიქტი, თუ პერმანენტულად კვირეების და თვეების განმავლობაში ირანი მიიტანდა იერიშს ისრაელზე, ისრაელი ხო პატარა ტერიტორია, 20,000 კვადრატული კილომეტრი. ისრაელი მიიღებდა ძალიან დიდ ზიანს და მსხვერპლს. ამიტომ ამ გზით მოხდა ამ კონფლიქტის დროებით გაყინვა. მაშინ ეგულისხმობ, აი შარშან როდესაც ვიხილეთ ეს დაპირისპირება. და ისრაელის ინტერესი ამ შემთხვევაში უფრო გადამწყვეტია და ჭარბობს. და ჩვენ ვიცით, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელი არის ერთ-ერთი ყველაზე ნომერ პირველი მოკავშირე ამერიკის და თვითონ ისრაელსაც ძალიან სერიოზული ლობი აქვს. თავად შიგნით ის ამერიკაში, რათა სათავისოდ გადაწყვეტილებები მიაღებინოს ამერიკის ხელისუფლებას და ამაზე უამრავი საუბარი და შიდა დისკუსია ამერიკულ საზოგადოებაში. ამიტომ მე ველოდები, მე უფრო მგონია, რომ ამერიკა და ისრაელი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ამიტომ ისინი რას კარგავენ, რომ აქ საუბარი რაზეა, რომ ისრაელი და ამერიკა ირანში კი არ შეიჭრება ეს გამორიცხული ირანში სახმელეთო ოპერაციას არავინ არ განახორციელებს. ეს ტექნიკურად შეუძლებელია, არ წყავს ამერიკას. ისეთი სადღაც სახმელეთო ჯარი, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ პროცესებში ეს არ არის ვენესუელა? ხო, სადაც რაღაც ვენესუელაშიც არ ყოფილა სახმელეთო ოპერაცია. ვენესუელაში იყო კონკრეტული სპეცოპერაცია, სადაც შევარდნენ თავისი ტექნოლოგიური უპირატესობით იხელმძღვანელა ამერიკამ. ამ ტექნოლოგიური უპირატესობის შედეგად მოხერხდა ის სპეცოპერაცია, რომ ვერტმფრენებით შევარდნენ. იქ საერთოდ წინააღმდეგობა ჩაახშვეს, ამერიკული დრონები დაფრინავდა ყოველ კვადრატულ იმაში პერიმეტრზე და ცხადე იქ ვენესუელას არანაირი შანსი არ ჰქონდა. თუმცა სახმელეთო ოპერაცია რო დაწყებულიყო, მე გულისხმობ ჯარების შეყვანა, იქ განლაგება, რომელიც აპრიორი მსხვერპლს გამოიწვევდა, ხო, ამერიკას. ეს თან რაში გადაიზრდებოდა ამან კაცშვილმა არის ისე. და ნუ ირანის შემთხვევაში, ირანის საერთოდ სხვა მასშტაბის მოწინააღმდეგე ამერიკისთვის, სხვა შესაძლებლობებით, სხვა გამოცდილებით, სხვა мотивაციით, თან აქ რელიგიური ფაქტორიც ჭარბობს, ხო, ეხა მიუხედავად იმისა, რომ შიდა დაპირისპირება ამერიკის ინტერვენციას ბევრი ირანელი არ მოიწონებს, სულ რომ მაგალითად რეჟიმის მოწინააღმდეგე იყოს, ხო, ეხა ერთია რაღაც საკუთარ ხელისუფლებასთან რო პრეტენზია კონდეს და მეორეა საერთოდ სხვა აღსარებლობის, სხვა რელიგიის, სხვა
სახელმწიფო რო შენს ქვეყანას ბომბავს, ხო? შეიძლება შენ არ მოგეწონოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყო ლოიალური საკუთარი მთავრობის მიმართ. შესაბამისად, ეს შანსი სავარაუდოდ გამოყენებული იქნება და შეზღუდული ხასიათის ოპერაციას ცდიან ამერიკელები და ისრაელი, სავარაუდოდ კვლავ ვიხილავ ჩვენ საჰაერო და სარაკეტო დაბომბვებს, ისინი შეესწებიან ფიზიკურად გაანადგურონ ირანის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, აი როგორც ეს რაღაცა კუთხით მოახერხეს აგერ შარშან ზაფხულის პერიოდში, თუმცა ეს რაში გადაიზრდება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს, ამის ანალიზი და პროგნოზი ძალიან რთულია. სავარაუდოდ ირანი საპასუხოდაც გამოიყენებს ძალას, კვლავ ის დაბომბავს შეერთებული შტატების ბაზებს. ამ დღის შეერთებული და უკვე მიდის მაგაზე ღია საუბრები, რომ ირანის მთავრობა ლეგიტიმურ სამიზნედ ჩათვლის ყველა ამერიკულ ბაზას, რომელიც განლაგებულია. არა, ყველა, არა თუ საიდან მიიღებს ბაზას, რომელ ბაზასაც მიწუდება, იმ ბაზას დაბომბავს და ჩვენ ვიცით, რომ ბაზები ყველგან გარშემო აქვს ამერიკას, ხო? ერაყში ბაზა აქვს, სირიაში ბაზა აქვს, სპარსეთის ყურეში, საუდის არაბეთში, ყატარში, ყველგან ბაზა აქვს. და ასევე ცხადე ისრაელი დაიბომბება. ისრაელსაც აუცილებლად დაბომბავს. და კიდევ ერთი საკითხი. მაგრამ ამერიკამ ეს რომ არ გააკეთოს, მე როგორც ვადევნებ ახლა თვალს, ადგილობრივი რესურსი, ანუ დემონსტრაციის ტალღა და მასშტაბი და ეს პროტესტის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს. მე მგონია პირიქით ხდება, რეჟიმი ერევა უკვე პროტესტს. და თუ ერევა იმასაც რომ ძლიერდება. კი ბატონო. თუ რეჟიმი სასარგებლოდ თავდება ეს ყველაფერი, ის ბოლოს უფრო ძლიერი გამოვა. შეიძლება ბოლოს ძლიერი არ გამოვიდეს, იმიტომ რომ საერთო ჯამში ირანელების რაღაც ირანული საზოგადოების რაღაც ნაწილში ის დაკარგავს გარკვეულ ლეგიტიმაციას და ზოგადად ნდობას, მაგრამ ну, ცხადია, რეჟიმი უფრო რეპრესიული გახდა. შეერთებული შტატების პირდაპირი ჩარევა სამხედრო ძალით ხო არ გაუხსნის ირანის დღევანდელ ხელისუფლებას ხელფეხს კიდევ უფრო მკაცრი რეპრესიებისკენ შიგნით იმ ახსნით, რომ აგერ ჩვენ უკვე გარე ესენი რო აგენტები არიან, გამოჩნდა გარედან გვიტევს ძალა. კიდევ უფრო მკაცრი ხო არ გახდება? სავარაუდოდ გახდება. ანუ თუ ამერიკის ეს დარტყმა ვერ აღმოჩნდება დამანგრეველი და არსებობს ამის ალბათობა, რომ ვერ აღმოჩნდეს დამანგრეველი, იმიტომ რომ ირანი სხვა მოთამაშეა. თან ჩინეთი, რუსეთი აუცილებლად სხვადასხვა ფორმით დაეხმარება. მაგ შემთხვევაში ცხადია ამ საბაბს, გარე ინტერვენციას, გარე თავდასხმას ირანის პროპაგანდა ხელისუფლება გამოიყენებს შიდა პოლიტიკური მიზნით. ყველა ოპოზიციონერი, ყველა პროტესტანტი გამოცხადდება როგორც ირანის მოღალატე, ირანის ტერი და ამერიკელების აგენტი. და ნუ ვიცით ხო ხა რა მეთოდებს გამოიყენებენ მერე მათ გასანეიტრალებლად. ამიტომ თუ ამერიკული და ისრაელის თავდასხმა, ანუ ოპერაცია ვერ აღმოჩნდება წარმატებული და ამის შანსი არის ძალიან დიდი. მე უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ეფექტს ვერ გამოიწვევს. უბრალოდ მოხდება დაბომბვა, საპასუხოდ დაბომბავს ირანი. მე მგონია, რომ არსებული ხელისუფლება და რეჟიმი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და შემდეგ მთელი ეს აგრესია, მთელი ეს ბრაზი გადაწყდება ისევ ხელისუფლების მოწინააღმდეგების პლანს.